საქართველოს სახალხო დამცველი კრწანისის ცენტრში უცხო პირების შეჭრის ფაქტს საკუთარი ინიციატივით შეისწავლის. Როგორც უჩანა ნუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იგი აპირებს საქმესთან დაკავშირებით ყველა მასალა გამოითხოვოს და გაეცნოს. Თუმცა აღნიშნა, რომ მას ამ დრომდე მასალები არ გააჩნია. ნანუაშვილის თქმით, მომხდართან დაკავშირებით ამ ეტაპზე კითხვები არ გააჩნია, იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლოა მართლაც იყო გარკვეული პრობლემები კრწანისის ცენტრში. Ჩვენ საკუთარი ინიციატივით დავიწყეთ აღნიშნული საქმის შესწავლა. Ჩვენი წარმომადგენლები გუშინ იმყოფებოდნენ ადგილზე, გაისაუბრნენ იმ სავარაუდო მოწმეებს, მათ შორის იმ პირს, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ამ ინციდენტში. და გამომდინარე ჩვენ ვაგრძელებთ საქმის შესწავლას. ადამიანის უფლების დარღვევის კუთხით მე ვერ ვფიქრობ, რომ ჯერ რაიმე გამოკვეთილი არის, გამოძიება მიმდინარეობს. შესაბამისად, უნდა დაველოდოთ გამოძიებას. მე ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე რაიმე კითხვის ნიშნები არ მიჩნდება. ერთი შვილი სახლში მისვენია, მეორე შვილს არავის გავატან. ამის შესახებ კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე მოკლული გიორგი შენგელიას მამან რომან შენგელიამ პალტრა ნიუსის გადაცემაში 360 გრადუსი განაცხადა. გარდაცვლილის მამის თქმით, ოჯახს გამოძიების ოფიციალური ვერსიის არ სჯერა. მისივე განცხადებით, საგამოძიებო ორგანოები ცდილობენ დანაშაული მის მეორე შვილს დააბრალონ. რომან შენგელიას თქმით, იმ შემთხვევაში თუ გამოძიება ეფექტურად არ წარიმართება, გარდაცვლილის სხეულს ზუგდიდის ცენტრში გადაასვენებს და საპროტესტო აქციას დაიწყებს. მისივე ინფორმაციით სამხედრო ბაზაზე ახალგაზრდები ადრეც სძვრებოდნენ. ხო ამბობენ, სამიღნელო. იმ სამიდან ერთ-ერთის ძმაკაცი მსახურობდა იქ. იმ დროს 4-ის ნახევარზე ზუსტად ვის უნდა ყოფილიყო იქ. იქ ვიშკა თუ რა ქვია მაგას როდგარად. საგუშაგოზე. დიახ. ხო, საგუშაგოზე ის უნდა ყოფილიყო. გადახდნენ ესენი, გადახდა კი არა, გამოძვენ იქიდან, короче, ისა ბაზა ქვია და იმიდან ქვევიდან ძვრებიან ხალხი და აქეთ კიდე რო გადახდნენ ესენი და სხვა რო გამოვიდა იქ და ის ბიჭი რო ვერ ნახეს იმან ჰაერში ისწორა ერთი გამაფრთხილებელი და ესენი გაიქცნენ ის ორი საიდანაც შეძვენ იქით გამოძვენ აქეთ კიდე მაგრამ ის მეორე ჩემი იმით როგორ ქვია მაგას ზაბორით უნდა გადახტომა და უკან ნასროლი თქვია რომელი ქართველი კაცი იკადრებს უკან სროლად თქვის უკან აგერ მისვენია ბავშვი ხვალ ესმეტნდას ველოდები ყველაფერს დავამტკიცებიებ საიდან არის თქვია და როგორ არის გადმოხდა იქიდან დაჭრილი ბავშვი ცხონებული და 100 მეტრო გავიდა და იქ მოგდა კრწანისის ეროვნულ საწვრთნელ ბაზასთან მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი გიორგი შენგელიას ოჯახი ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს. მოკლულის მამა რომან შენგელია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვერსიას არ ენდობა. გარდაცვლილის დედა კი დარწმუნებულია, რომ მის შვილს იარაღი არ ექნებოდა. ნათესავის ინფორმაციით კი გიორგი შენგელიას ძმა კრწანისის ბაზაზე მსახურობდა. არაოფიციალური ინფორმაციით იმ ორი პირიდან, რომლებმაც გუშაგის მიერ ცეცხლის გახსნის შემდეგ გაქცევა მოახერხეს, ერთ-ერთი სწორედ გარდაცვლილი შენგელიას ძმა. საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით 23 ოქტომბერს დაახლოებით 3 საათსა და 30 წუთზე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ წანისის ტერიტორიაზე უცხო პირების მხრიდან შეჭრის ფაქტი დაფიქსირდა. სამხედროში რა უნდა დადე? ანდა ისეთი გუშაგი მინდეპილი იდგა. ისე დაეჭირა ციხეში ჩაესვა დგასო. 10 წელია ეს ბავშვი აქ ცხოვრობს ჩვენს თვალწინ გაიზარდა მეზობელი ვარ. არაფერი ამათი ორივე ძმების ცუდი არ გამიგია და არც გაუკეთებიათ. 10 წელია.